დღეს პარასკევი დღეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვექნება საჯარო გზავნილი ქალღმერთ ლილითისგან. აქ ქალღმერთი ლილითი მიმართავს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც გაყინულ მდგომარეობაშია, ტკივილმა, ღალატმა, ღალატის შეგრძნება გტანჯავთ, აი გიღრღნით სულს და შინაგან მდგომარეობას, იმიტომ რომ მუდმივი აკვიატებული აზრები და ფიქრები არის აქ, რატომ, რისთვის, რითი დავიმსახურე მე ეს ყოველივე. აქ არის გაერთიანებთ თქვენ ადამიანებს, ვინც ნახავთ ამ გზავნილს და ვისთვისაც დედა ლილითი ამბობს ამას, ეს არის თქვენი ცხოვრების, მიზნების, ურთიერთობების, ეს ეხება სასიყვარულო მეგობრულს, შეუსაბამეთ თქვენს სიტუაციას, ტოტალური ჩამონგრევა მოულოდნელად, როდესაც უკვე გარანტირებულ ბედნიერებას შეეხეთ, უკვე გრძნობდით წინა გემოს ამ თქვენი ბედნიერების, მაგრამ სრულად მოხდა თქვენი როგორც პიროვნების ნგრევა. ეს არის ძალიან დიდი, ინტენსიური ემოცია შინაგანი, როდესაც აი ადამიანი გაშიშვლებულია, მისი სული არის გაშიშვლებული პირდაპირ ტკივილის წინაშე. ეს იყო მოულოდნელი. ადამიანებისგან, მეგობრებისგან, სამყაროსგან ახლა ხდება რეალურად. მე მესმის, რომ თქვენ გული გტკივათ. ქალღმერთი ლილითი გეუბნებათ იმას, რომ მას უპირველეს ყოვლისა ესმის თქვენი ტკივილის, მაგრამ სწორედ ამიტომაც განიძარცვეთ თქვენ ამ გრევას მოყვება აუცილებლად აშენება, ამას მოყვება სიახლე და იმედი. სწორედ ამ ქაოსის ბოლოს იქნება იმედი, რადგანაც თქვენ დაინახავთ, წრფელად დაინახავთ საკუთარ თავს, დაინახავთ თქვენს ფასეულობას, როგორც იქნა სწორად შეაფასებთ თქვენს ადამიანობას, თქვენს მეს და ამხელა ტკივილ გამოვლილი გააგრძელებთ გზას თქვენივე ბედნიერებისთვის. ილუზიები ინგრევა, არასწორი რამ ინგრევა თქვენს ცხოვრებაში, ვიცი რომ ტკივნეულია, ვიცი რომ ძალიან უშნოა და არ არის ლამაზი, მაგრამ ეს იყო საჭირო. ამ ეტაპისთვის ის რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რაც გტკივათ, ღალატი, მეგობრობაზე უმადურობა, ზურგს უკან დანა რომ ჩაგარტყეს და ეს არ მომხდარა ერთხელ. თქვენ ამაზე თვალს ხუჭავდით, მათ იქნებ გამოსწორდეს, იქნებ სხვანაირად იყოს, მაგრამ მივდივართ იმ საწყისამდე და ეს საწყისი უბრალოდ მოიცავს საბოლოო წერტილსაც და ამ ერთმანეთის განზავებას მოაქვს თქვენთვის წინსვლა, სადაც აუცილებლად მოვლენ ის ადამიანები, ის გარემოება, რომელიც დაგეხმარებათ შეიცნოთ თქვენი თავი, დაგეხმარებათ გაიაზროთ ის, რომ თქვენ არავიზე ნაკლები არ ხართ. არავინ არავიზე ნაკლები და არავინ არავიზე მეტი არ არის. აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში ახალი ნაცნობები, ახალი გარემოება, სამართლიანი ადამიანები და თქვენ თვითონვე აღარ მისცემთ უკვე სხვებს საშუალებას, რომ გამოიყენოთ თქვენი დრო, ენერგია, თქვენი რესურსი, იქნება ეს მატერიალური, ფიზიკური, სულიერი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. უკვე თქვენ თავადვე გაიმყარებთ თქვენს პირად საზღვრებს, თქვენ თავადვე არავის არ მისცემთ იმის საშუალებას, რომ არასწორად მოგექცნენ. და მათ, ვინც ესე გული გატკინათ, მოევლინებით ბუმერანგად, რადგან ერთმანეთისთვის ხართ გაკვეთილი. აუცილებლად მოვლენ თქვენს ცხოვრებაში ძვირფასი ადამიანები, სანდო ადამიანები, ვინც და რომლებიც დაგიბრუნებენ რწმენას სიყვარულში, მეგობრობაში, სამყაროში. დედა ლილითი ყველა ადამიანის უკან დგას და განსაკუთრებულად ქალების უკან, ძლიერი ქალების უკან, რომლებიც იციან
ერთგულების და თავისუფლების ფასი. არავის და არაფრის გამო არ დათმოთ და არ დაკარგოთ თქვენი პირადი თავისუფლება. ჩვენ გჯერა თქვენ. გაუძლებთ, თავარია არ დანებთ.